მაგარი დასაწყისი ექნება ლევან ჩოხელს და ოთარ თანძილოვს კვირას UFC Fight Night-ზეთან. საქართველოს დროით მგონი ძალიან ადრე იქნება რა. პირველ საათზე, ანუ პირველი ორი ბრძოლა ვართ. პირველ საათზე ეგრევე ჩვენ ვიწყებთ, კი. ხო, დაუმარცხებელი 7-0-ზე არის ბატონი შეინი. კალიფორნიიდან არის. ბიჭა, Team Cobra-დან არის. ხოლო ლევანისთან ერთად დავინახეთ დარბაზში და ძალიან საინტერესო მომენტი მოიჩვენა მაგინა. აი, იმიტომ რომ რა იცი, სხვა ბიზნესებთან შედარებით ბევრი ინფორმაცია მაგაზე არ დევს რა. ხო, ერთი რაც ვნახე ხა რაღაც რეკორდებით და იმით ჯიცერი არის შაჰბაზიანი, კოლინსი უფრო უნივერსალი, მაგრამ ნოკაუტები აქვს ძირითადად. 12-13 შეინდა. კოლინსი და ოთარის დაშ უკრავთ იმაში რომ ძალიან დიდი გამოწვევა მიიღო ჩემი აზრით ეს კოლინსი ძალიან დიდი მებრძოლია, ძალიან სტილისტიკურად ძალიან რთული მატჩაპი არის, რადგან ოთარი ბანტლუეიტი არის და მოძრავი კონტრპანჩერია და ეს არის ანუ ფეზერვეიტი ჩამოყალიბებული მთელი კარიერა ფეზერვეიტი აქვს და ბროულერი ფეზერვეიტი არის რა. ამიტომ იმედია რომ ოთარი ერთგარ გადახრას გააკეთებს და ამის ბროულერობას დაამთავრებს რა. და ეს იყო A1-ის ჩემპიონი რა და ორი დაცვა ჰქონდა რა და მაგის მერე მოაწერა ეს კოლინსი ახლა ხო იმასთან ერთად იყო ხო იცი რა ქვია ალჯიმეი სტერლინგთან ერთად იყო UFC-ს უყურებდა White House-ში ჩვენი ქართველების მაგასთან ერთად იყო ანუ თან წარმოვიდგენ შეინ კოლინსი უყურებდა იმასთან რა ქვია ალჯიმეი სტერლინგთან ბრძოლებს რა და მანდ იყო ლეო ლაშხია მაგ იყო და ზვიადლაზიშვილი ესთან ერთად იყო ანუ ყველაზე ხარაფერი რაღაც ისეთი თემა არის რომ ერთ წრეში არიან ჩაბმული ეს ხალხი ყველაზე ხარა ეს შეიტყვის რეალურად ქართველების წრეში ძალიან ხშირად იჩნდება მანამდე ლევან ჩოხელთან ერთად დავინახე დარბაზში ძალიან საინტერესო გადაკვეთები არის რა მოგულეთო ეს ჩოხელის ვიდეო ნახე ძალიან მაგარი იყო იმბედისავით რო გააკეთეს ძალიან იმედია გააგრძელებს მაგას ხო ძალიან მაგარი იყო მაგრა გამიხარდა ერთ-ერთი რა ძმებო რა აი ყველაზე მაგარი სიხარული როდის ქონდა იცი რო გავიგე რო ზვიადი დებიუტს აკეთებდა UFC-ში აუ რა ბედნიერი ვიყავ იცი მაგარია ძალიან რა ვიზდებით ეხა ორი დაგვემატა ამირანის დამატება დროის საკითხია მეტი არაფერი გოგოლაძის ბრიტოს ეხა უნდა მოუგოთ უოჭველი და მოუგებს დაწუნებული ვარ და ამირანის საქმე არის მე და უოჭველი იცო ბაბულაიძეც მგონია რომ არ არის ბევრი დარჩენილი ეხა სამწუხაროდ ჩაეშალა Cage Fury-ის დროებით კამარზე უნდა ეჭუბა მარა 7-0-ზე აქვს და ძალიან კაი გუნდში არის შომბრედის პარტნიორი არის რეკორდით ყველ გრეპლინგში გამოდის ბეარნაკოშიც MMA 7-0-ზე და იცოდაც ველოდებით და ვიზდებით რა კაი არის რაც უფრო მეტი რა გინდა უბრალოდ რა მეტი რა გინდა მოყურებს მეტი რა ვქნა BFA გვინდა მაგალითად შეიძლება შეიძლება რაგეცის დღესაც არის მაგის საუბრები წარმოედგინე რა გამახსენდა 10 დღეში 27-ში Cage Warriors-ში იჭუბებს სანდრო თევზაძე ძიმეწონოსანი ქართველი მებრძოლი და 3-0-ზე აქვს სამივე პირველი რაუნდის ფინიშით Cage Warriors ეხა არის პატარა ამბავი ერთი ნაბიჯია უკვე Cage Warriors-თან UFC-მდე ბევრი ჩემპიონები მაქედან ილია ტოპოლია მაგარი ხო მგონი თენგიზა იყო ილია და ეხა არის თევზაძე ხო სანდრო არის არ ვიცი ძალიან სერიოზული მოჭიდავე არის აი ძალიან ინგლისში ვარჯიშობს ერთ-ერთ ტოპ ჯიმში რეპლინგის ლოს ბანდიტოს აი ჰოჯერ გრეისი ვინც არის ეს არის თავარი ჯისერი ისტორიაში და მაგას ქონდა გახსნილი ლონდონში აკადემია რომელიც გაიყო ორად და ეხა ერთ-ერთი წევრი არის იქ არის ანუ უამრავი UFC-ის მებრძოლთან ერთად ვარჯიშობს თითქმის ყველას იცნობს ძიმეწონოსნები ეხა მაგალითად მარიო პინტუ მისი გუნდელი არის პორტუგალიელი ბიჭი ვარ ალბათ ბევრმა იცის სადერლენდია ეხა იმას რომ მოუგოთ უივასას სადერლენდია ტომთანაც კომიქსში ადიჭდება მოკლედ და სანდროს უგულშემატკივროთ მაგწონაში თითქმის არ ყავს მებრძოლი და გამორჩეულად მაგარი ბიჭი არის მე დარწმუნებული ვარ ვისაც ეს ხელ შემოხვევს და შეუკრავს ის გაიგუდება უეჭველი და ველოდებით სანდროს წარმატებები რა ეს ჩვენი Fight Week-ი არის წარმატებები რა თქმა უნდა ლევანს და ოთარს ველოდებით უკვე რამდენი ხანიათან ორივეს რა რა ვიცი რა ესეთი კაი ამბავი ესე დროს ძალიან მაგარია რა ძალიან და ქართული ტეიქოვერი გარდაუვალი არის რეალურად რა გადაუვალი იმდენად მართლა ადრე ცოტა
სხვანაირად უყურებდია მაგ საკითხებს, მაგრამ იმდენად სპორტული ეროვნება ვარ და იმდენად ყველა სპორტი გვიხერხება ჭადრაგიდან დაწყებული ჩეხვალეწვით დამთავრებული, რომ რა მეგონი ტეიქოვერი გარდაუვალი არის, უბრალოდ მისცემდა საშუალება ქართველებს. მოკლედ შაბათს საღამოს პირველ საათზე ორი ქართველი გახსნის UN-ს და ეგეთი რამე არ გქონია ჯერ და დავაუდოთ ყველა ჩვენ ბიჭებს რა. Გამოვასება ეს მაგია ხვაზე ხარა ქართულმა დახურა უდიდესი კარდის UFC-ის ისტორიაში სავარაუდოდ უდიდესი ევენტი მე შემდეგი ქართველები ხსნიან მაგდაი რაღაცებით თუმცა მაგრამ დიდ სიამოვნებელს და თან ამდენი ხანი განატრი და 2 წელი დაუდინები ეს დაცემა არის ხვაზე ხარ ჩემთვის მაგი რა აი უდიდესი ქართული მემძოლისგან პირველი ნაბიჯების გამკეთებელი მემძოლისთვის რომელიც შეიძლება მაგ სიდიდეზე იყო რავი 60 წელიწადში როგორც თქულია ხოლმე ხარა მაქსიმალიზეა